მე-10 საუკუნეში კეთილმსახურ ბერძენთა მეფის ლევისა და მისი ძმის ალექსანდრეს დროს შორს უდაბნოში განდეგილად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ღირსი მამა ვასილი ახალი. მისი მოღვაწეობა დიდხანს არ დარჩა დაფარულად. ღმერთს ენება, რომ ეს ღირსი მამა ხალხს ეცნო. ერთხელ მეფის ელჩინი ასირიდან დაბრუნების დროს უდაბნოში შეხვდნენ მას და საეჭვო კაცად მიიჩნიეს. შეიპყრეს, სატახტო ქალაქში წამოიყვანეს და სამონს წარუდგინეს. სამონმა მოისურვა შეეტყო მისგან, ვინ იყო იგი და რა ეწოდებოდა. მაგრამ წმინდა ვასილმა პასუხი არ გასცა. ამის გამო სამონმა ბრძანა ხარის ზარღვით ეცემათ, მაგრამ ამ სასჯელის მიყენებითაც ვერაფერი შეიტყო მისგან. ცემისაგან სიკვდილის პირას მისული წმიდანი საპყრობილეში ჩასვეს. მეორე დღეს მსახურნი საპყრობილესთან რომ მივიდნენ, გაოცდნენ. საპყრობილე დაკეტილი იყო და წმიდანი სრულიად ტანმრთელი და უვნებელი გარეთ იდგა. ვინ გაგიღო საპყრობილეო? ჰკითხეს მათ წმინდა ვასილს, მაგრამ მან არც ამ მსახურებს გასცა პასუხი. სამონმა ბრძანა ხელახლა ეცემათ. 6 ჯოხი გადაწყდა ამ სასჯელის დროს. წმიდანმა ამჯერადაც უხმოდ გადაიტანა ტკივილი. სიჩუმის მიზეზი ის იყო, რომ მას არ სურდა მთელ მის სიცოცხლეში ნაღვაწი კეთილი საქმე სახალხოდ გაცხადებულიყო. ერთი კვირის შემდეგ ისევ ბრძანა სამონმა მოეყვანათ მასთან წმინდა ვასილი, რომ შეხედა, განრისხებით შესძახა. შენ ხალხისგან საძაგელო, კიდევ დიდხანს გაჯიუტდები და არ მეტყვი ვინ ახარ. მაგრამ მან დამშვიდებით უპასუხა. საძაგელი იმას უნდა ეწოდოს, რომელიც შენსავით საიდუმლოდ სოდომურ ცოდვას ჩადის. სამონი განრისხდა. ერთ-ერთ სადარაჯოში თავდაღმა ჩამოაკიდებინა წმიდან. 3 დღე და ღამე იყო ამ საშინელ ყოფაში იგი. ძნელი წარმოსადგენია გაუცება სამონისა, როცა იგი სადარაჯოში შევიდა და ნახა წმიდანი სრულიად ტანმრთელი. ვერც ახლა მიიღო სამონმა პასუხი. იფიქრა, ეს კაცი ერთი გრძნეულთაგანი უნდა იყოსო და გადაწყვიტა ლომისათვის მიეცა შესაჭმელად. მეორე დღეს დიდ ზალი ხალხი შეიკრიბა. წმიდანი დააყენეს დანიშნულ შუალაგას და გამოუშვეს მშიერი, გამძვინვარებული უზარმაზარი ლომი. ხეცი მზად იყო სცემოდა წმიდანს, მაგრამ წმიდანი თვითონვე გაეშურა ლომისაკენ. მრისხანე მხეცი უცებ დაწყნარდა და როგორც მორჩილი ცხოველი წმიდანის ფერხთით დაწვა. ამის მნახველ ხალხს თავზარი დაეცა. სამონი ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონებაზე და ბრძანა წმიდანის ზღვაში გადაგდება. გადაგდებისთანავე იგი ღვთის განგებით ზღვის ორმა ცხოველმა ნაპირზე გამოიტანა კონსტანტინეპოლის მე-7 ზღუდესთან. წმინდა ვასილი ქალაქში დასახლდა. სწრაფად განისმა სახელი მისი. ხალხი მოდიოდა მასთან და ისიც რჩევასა და დარიგებას აძლევდა მათ, თუ საჭირო იყო კურნავდა კიდეც. უფალმა წმინდა ვასილს არა მარტო სასწაულთ მოქმედებისა, არამედ წინასწარმეტყველების მადლის მიანიჭა. მასთან მივიდა ვინმე კეთილმსახურთაგანი თეოდორა, რომელიც ღრმად პატივს სცემდა წმინდანს და რაც შეეძლო ერთგულად ემსახურებოდა მას. ერთმა ერისკაცთაგანმა სახელად გრიგოლმა, რომელმაც აღწერა ცხოვრება წმიდისა ვასილისა, განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა მოძღვრისა. როცა პირველად მივედი ღირს ვასილისთან, წერს გრიგოლი, თუმცა არასოდეს არ ვენახე, სახელი მიწოდა და რაც მექმნა ჩემ სიცოცხლეში, ავი თუ კარგი, ყოველივე მომითხოვ. ერთხელ ნება ვთხოვე წმინდანს, ჩემი ადგილის სანახავად თრაკიაში წასვლისა. მოგზაურობის დროს ერთ სასტუმროში შევედი ღამის გასათევად და ვნახე იქ საკმაოდ კარგი სარტყელი, რომელიც სასტუმროს პატრონის ქალისა იყო. დაუწყეს ძებნა სარტყელს, მაგრამ ამაოდ მე გაჩუმებული ვიყავ და ვფიქრობდი, უმჯობესია გავყიდი და ფულს გლახაკებს დაურიგებ. ქამრის დამკარგავნი როგორც ჩანს მდიდარი ხალხია მეთქი. უფალმა დამსაჯა ამ მტაცებლობისათვის. მე დავკარგე იმავე ფასად ღირებული ჩემი საკუთარი ქამარი და ფულის ქისა.
ამ დანაკარგის გამო შეწუხებულმა დავიძინე. ძილში გამომეცხადა წმინდა ვასილი, ხელში გატეხილი ჭურჭელი ეჭირა და მითხრა: ამისთანა უარგისი ჭურჭელის რომ მოიპაროს ვინმე, უთუოდ დაიჯება ღვთისაგან. ამიტომაც დააკარგე 4-ჯერ მეტი. გაფრთხილ, კიდე უარესი არ შეგემთხვეს. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წმინდანი უჩინო იქმნა. როცა გამომეღვიძა, თავი დამძიმებულად ვიგრძე. მომაგონდა წმინდანის სიტყვები და საჩქაროდ გაუდეგ ჩემსავე გზას. შემდეგ ისევ წმინდანთან დავბრუნდი. როდესაც მივედი, შევიტყვე, რომ წმინდანის მოსამსახურე თეოდორას მონაზვნობა შეემოსა და გარდაცვლილიყო. იგი იმდენად კეთილის მომქმედი იყო, რომ ვინც იცნობდა, ყველას წუხდნენ მის გარდაცვალებას. სხვებზე ნაკლებ არც მე შევწუხებული ვარ, მაგრამ მის დაკარგვას ისე არ განვიცდიდი, როგორც იმას, რომ არ ვიცოდი რისი ღირსი შეიქმნა გარდაცვალების შემდეგ. წმინდა ვასილს ვედრებით მიმართე და ვთხოვე ეამბნა ჩემთვის, თუ რა ხვედრი ეწია თეოდორას. მას შენ ძლიერ მსურს ამისი შეტყობა. ძლიერ მსურს მეთქი უპასუხე მე. წმინდანმა მითხრა: შენ დღეს ვენახავ მას, თუ სარწმუნოებით თითხო. იმავ ღამეს ვიხილე ძლიერ კეთილი სახის მშვენიერი ჭაბუკი. მოვიდა და მითხრა: აღსდებ, ღირსი მამა ვასილი გიწოდებს, რომ ერთად წახვიდეთ თეოდორას სანახავად. მე საჩქაროდ წამოვდე, იმ წამსვე გავეშურე წმინდანთან, მაგრამ თავის ბინაზე ვერ ვიხილე. გამოვკითხე იქ მყოფთ და მითხრეს: ღირსი ვასილი თვითონვე წავიდა თეოდორას სანახავადო. ერთმა იქ მყოფთაგანმა მიჩვენა, თუ საითკენ გაემგზავრა წმინდა ვასილი. დავაдэг ნაჩვენებ გზას. მე მივადებ ერთ მაგრად ჩაკიდილ ეზოს კარებს. შევიხედე. გამოჩნდა იქ ერთი ქალი. ვისია ეს ეზო, მეთქი დავეკითხე მას. ეს არის მამა ვასილისა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც თავისი სულიერი შვილების სანახავად მოვიდა აქ. მიპასუხა მან: ეს რომ გავიგონე, ძლიერ გამიხარდა და ვთხოვე. გამიღე კარები, რომ შემოვიდე, მეც იმისი სულიერი შვილი ვარ, მეთქი. მოსამსახურე ქალმა კარები არ გამიღო. მე დაუწყე კარებს მძლავრად ცემა. ესმა ეს თეოდორას. თვითონვე მოვიდა. გამიღო კარები და მითხრა: აი აქ არის ღირსი ვასილი, მისო საყვარელო სულიერო შვილო. გაუხარდა ჩემი მისვლა. გულმოდგინედ ვსთხოვე ღირს თეოდორას, ეამბნა ჩემთვის ყოველივე. მან მიპასუხა: როგორ შემიძლია საყვარელო შვილო გრიგო, რომ მოგითრო ყოველივე, რაც შიში და ძრწოლა გამოვიარე. წარმოიდგინე, რომ შიშველი კაცი ცეცხლის ალში ჩავარდეს და ნელ-ნელა იწოდეს და იშლებოდეს. აი ამისი მსგავსია მომაკვდავის ტანჯვა. როცა სიკვდილის ჟამი მომიახლოვდა, უეცრად დავინახე მრავალი ბოროტი სული ჩემს გვერდით მდგომარენი. შემაშფოთებელ რასმე ლაპარაკობდნენ და მხეცურად მიყურებდნენ. თვალები სისხლით გავსებული და კუპრივით შავი ჰქონდათ. უცებ დავინახე ჭაბუკის სახით კეთილშვენიერი და ნათლის სამოსლით მოსილი ორი ბრწყინვალე ანგელოზი. ანგელოზები მომიახლოვდნენ და ჩემი საწოლის მარჯვენა მხარეს დადგნენ. ამ დროს სიკვდილის ჟამიც დადგა და მოვიდა წამის სულისა და ხორცის გაყრისა. სიკვდილმა იმ წამსვე წარიტაცა ჩემი სული. ისე უცებ განშორდა სული ხორცს, როგორც ფრინველი აუფრინდება ხოლმე კაცს ხელიდან. ამ დროს ნათელმოსილმა ანგელოზებმა ხელში ამიყვანეს და ზეცისაკენ წამიყვანეს. მოვიხედე და უკან დავინახე უძრავად, უსულო და უგრძნობლად მდებარე ჩემი სხეული, ისე როგორც ტანისამოსი გაიხადოს კაცმა, დააგდოს და ზეთყურება დაუწყოს. როცა ანგელოზებს ხელში ვეჭირე, მოვიდნენ ბოროტი სულნი და თქვეს: ჩვენ მრავალი ცოდვანი ვიცით მაგისი და მოგვეცით ამისი პასუხი. პასუხად ანგელოზებმა წარუდგინეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც ოდესმე მომიმოქმედებია. მაგალითად, ღარიბისათვის პურიმი მიმწოდებია, წყურვალისათვის წყალი, სნეული და საპყრობილეში მყოფი მენახა, ეკლესიაში ერთგულად მევლო, უცხოსათვის განსასვენებლად სახლში ბინა მიმეცა,
მტრად გადაკიდებულნი ერთმანეთთან შემერიგებია, უსიამოვნება მოთმინებით გადამეტანა, უცხოთათვის ფეხი დამეპანა, მცირედ მორწმუნე ხალხი სარწმუნოებაში გამემტკიცებინა, ცოდვისაგან ვინმე გადამერჩინა, სხვისი უბედურება და განსაცდელი მწყენოდა, ღვთისათვის მრავალი თაყვანისცემა შემესრულებინა, ანუ ხორცის დასათრგუნველად და სულის დასამორჩილებლად მემარხულნა. ვცდილობდი გუსარგებლო რამ არ დამენახა და უქმი ლაპარაკი, ცილის წამება და სიცრუე არ გამეგონა. ყოველივე ეს ანგელოზებმა ჩემი ცოდვების სამაგიეროდ წარადგინეს და ამით ცოდვები გააუქმეს. ბოროტნი სულნი კბილებს ახრჭენდნენ, უნდოდა ჩემი წარდაცება და სასჯელი სულსხულში ჩაგდება. ამ დროს სულით გამოჩნდა წმინდა ვასილი და უთხრა ანგელოზებს: უფალნო ჩემო, ამ სულმა მრავალი სამსახური გამიწია. მე ვილოცე მისთვის და უფალმან ეს მოწყალება მიბოძა. ამ დროს მისცა მათ რაღაც ყუთი და უთხრა: ჰაერის მცველებში განვლის დროს ზაკვარსა და ბოროტსულებს ამ ყუთიდან მიეცით პასუხი. ეს ყუთი წარმოადგენდა მოძღვრულ დაფარულ საიდუმლოებას, სადაც ინახებოდა აღსარების დროს წარმოთქმულ ცოდვათა აღსახუცელი უფლებანი. ამის გამო საზვერის განვლის დროს ეშმაკნი პირდაყოფილნი რჩებიან. ბოროტის სულნი ხედვიდნენ ამას და დიდხანს გაჩუმებულნი იყვნენ. ბოლოს უცებ ღრიალი მორთეს: ვაი ჩვენ და რომ ტყუილად ვიშალეთ. სთქვეს ესა და იმ წამსვე გაქრნენ. შემდეგ კიდევ გამოცხადდა წმინდა ვასილი. თან მოიტანა მრავალი სხვადასხვა კეთილსურნელებიანი ყუთი. ანგელოზები ხსნიდნენ ამ ყუთებს და ყველა სურნელებას მემასხამდნენ. მე აღვივსე სულიერის კეთილი სურნელოვანებით. თან სრულიად შევიცვალე და ნათელი ფერი მომეცა. წმინდანმა უთხრა ანგელოზებს: უფალნო ჩემო, როცა მას ყოველსავე საჭირო შეუსრულებთ, მაშინ შეიყვანეთ იგი მისთვის წინადვე გამზადებულ სავანეში განსასვენებლად. თქვა ესა და გაგშვორდა. ანგელოზებმა ქვეყნიდან მაღლა ამიყვანეს. პირველად ცილის მწამებელთა საზვერეს შევხვდით. აქ იყვნენ მრავალი ბოროტის სულნი. ერთი იმათი უფროსთაგანი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი. რა დროს და ვისთვის, რა სიტყვებით ცილი დამეწამებინა ჩემს სიცოცხლეში. მართალია, ბევრ ყოველსაც ამბობდნენ, მაგრამ მე ის მაკვირვებდა, როგორ ახსოვდა დაწვრილებით ყველაფერი, ის რაც მეც დავიწყებული მქონდა. ყოველივე ეს მტანჯავდა და მქეჯნიდა. ანგელოზნიც თავიანთ მხრივ მოუთხრობდნენ ჩემს კეთილ ნამოქმედარს და წმინდა ვასილის მოცემულ ყუთიდანაც აძლევდნენ პასუხს. ასე განვლეთ ეს განსაცდელი. აღვემართეთ უფრო მაღლისაკენ და შევხვდით მეორე, გინების საზვერეს. ამათაც პირველთა მსგავსივე ტანჯვა მომაყენეს. ანგელოზებმა ჩემი ნაკლი წმინდა ვასილის მოცემული ყუთიდან დაჰფარეს. იმ დროს, როცა აქედან მაღლა ავდიოდით, ერთმა ანგელოზთაგანმა უთხრა მეორეს: ჭეშმარიტად დიდი შემწეობა აქვს ამ სულს, წმინდა ვასილის ლოცვით. უამისოდ საზვერეებში განვლის დროს არა მცირედი და ძნელად დასათმენი ტანჯვა შეხვდებოდა. მივაღწიეთ მესამე, მოშურნეობის საზვერეს. ქრისტეს მადლით აქ ბოროტსულთ არაფერი სათქმელი ჰქონდა ჩემს წინააღმდეგ. ავედით მეოთხე, სიცრუის საზვერეში. საზიზღარი და საძაგელი სანახავი იყვნენ იქ მყოფნი ბოროტის სულნი, რომ დაგვინახეს მოგვეგებდნენ და დაიწყეს ჩემზე ცილის წამებით ლაპარაკი. უჩვენებდნენ დროსა და ადგილს, სად, რა დროს, ვინმეზე თუ რა სიცრუე მელაპარაკნა. ანგელოზებმა თავიანთის მხრივ მფარველობა გამიწიეს და ამგვარად იმათგანაც უჭირველად განვლეთ. იქიდან ავედით მეხუთე, მრისხანების საზვერეში. იქაც ერთი, უფროსი ბოროტთაგანი იყო და იჯდა ტახტზე მძვინვარებითა და ამპარტავნებით აღსავსე. მან რისხვით უბრძანა თავის მსახურებს ჩემი ტანჯვა და წვალება. სამაგიერო პასუხი ანგელოზებმა გასცეს და უფრო მაღლისაკენ გავემართეთ. ავედით მეექვსე, ამპარტავნების საზვერეში. ეს საზვერეც სრულიად თავისუფლად განვლეთ, რადგან ამ ცოდვაში უდანაშაულო აღმოჩნდი. ავედით მეშვიდე, უქმი მეტყველებისა და ბილდ სიტყვაობის საზვერეში. გამოჩნდნენ ტანჯველები და პასუხი მომთხოვეს იმისათვის, ვიზედაც ცუდი რამ მელაპარაკნა.
მამტყუნებდნენ ურიგო სიმღერის, უმართებელო სიცილისა და დაცინვისათვის. ანგელოზებმა დამიხსნეს ამ ტანჯველებისგანაც. შევედით მერვე, ქრთამისა და მლიქნელობის საზვერიში. აქ არაფერი ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ სათქმელი. ავედით მეცხრე, უსამართლობისა და მედიდურობის საზვერიში. მე აქაც უდანაშაულო აღმოჩნდი და მალე გავშვირდით აქედან. მივედით მეათე, ვერცხლის მოყვარეობის საზვერიში. აქ მრავალი ტანჯვა მომაყენეს ბოროტმა სულებმა, მაგრამ შემდეგ გაგშვირდნენ. აღვედით მე-11, სიმთვრალის საზვერიში. ამ საზვერეს მცველნი ტაცებელი მგლებივით ითქმნენ და მზად იყვნენ ყველა მათთან მისული შთაენთქათ. მათ ცხადად წარმოადგინეს თუ რამდენ გზის უზომოდ სასმელი მიმიღია. ანგელოზებმა წმინდა ვასილის ყუთიდან მისცეს პასუხი. მით გამოისყიდეს ჩემი შეწოდება. ერთმა ანგელოზთაგანმა მითხრა: ხედავ თეოდორე, რა განსაცდელი უნდა გამოიაროს მიცვალებული სულმა ამ საზვერეებში განვლის დროს. და თუ კი ვერ შეძლებს გასვლას, საზვერეს მცველნი ბნელის მთავარნი დასტანჯავენ ძლიერად, წაიყვანენ ჯოჯოხეთის ბნელ ადგილას და იქ ამყოფებენ ქრისტეს მოსვლამდე. მივედით მე-12, გულძვირობის საზვერიში. ბოროტი სულნი ავაზაკებებით მოგვარდნენ, ცდიდნენ და უნდოდათ ეპოვათ რაიმე ჩაწერილი თავიანთ სიგელში. მაგრამ წმინდა ვასილის ლოცვით ვერაფერი იპოვეს და ღრიალი მორთეს. ერთ ჩემ წინამძღოლ ანგელოზთაგანს ვკითხე: გევედრები მითხარ მე? საიდან იციან საზვერეში ჩვენთან შეხვედრილმა ბოროტმა სულებმა ვინ რა ცუდი მოიმოქმედა თავის ცხოვრებაში? ანგელოზმა მიპასუხა: ყოველ ქრისტიანს ნათლისღების დროს ცველი ანგელოზები ევლინება, რომელიც უხილავად იცავს ყოველგვარ ბოროტებისაგან. ასწავლის კეთილს და ინიშნავს ყოველს, რა კეთილ საქმესაც იქმს ადამიანი. მეორეს მხრივ ეშმაკი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაძდებს კაცს და თავის წიგნში წერს ყოველგვარ წოდას. ანგელოზი ასე რომ მესაუბრებოდა, უეცრად ავედით მე-13, ცდუნების საზვერეში. იქ იყვნენ გველის მსგავსი ბოროტი სულნი. ამათი მიზანი ის არის, რომ გარყვნას დააცდუნოს ხალხი ჯადოქრობით, მკითხაობით, გრძნეულებით. არც ერთ მათგანს ერთი სიტყვა არ ჰქონდა სათქმელი ჩემს წინააღმდეგ. ქრისტეს მადლით მალე განვლეთ ეს საზვერეც. შემდეგ ვკითხე ჩემს მწვანებელ ანგელოზებს, რასაც ამ ცხოვრებაში იქმს კაცი, ყველა ასე უნდა დაისაჯოს სიკვდილის შემდეგ საზვერეში განვლის დროს. თუ შესაძლებელია ამ ცხოვრებაშივე წარიხუწოთ ცოდვები. ანგელოზებმა მიპასუხეს: საზვერეს განვლის დროს ყველას არ აყენებენ ასეთ განსაცდელს. ეს შეემთხვევათ მხოლოდ შენგვარ ცოდვილ ადამიანებს. რადგან სიკვდილის წინ წმინდა გულით აღსარება ვერ თქვენ. შენ რომ არ შეგწონოდა და სულიერი მამისათვის დაუფარავად გეთქვა ყველა ცოდვა. კეთილი საქმით გაგესწორებია და სულიერი მამისაგან შენდობა მიგეღო, მაშინ დაუბრკოლებლად განივლიდი ყველა საზვერეს. ბოროტი სულნი, რომელნიც საზვერეში იმყოფებიან ჩაწერილი ცოდვებით, როცა ხსნიან ჩანაწერს, ვეღარაფერს იპოვიან იქ, რადგან სული წმინდა უჩინხობს ამ ცოდვებს. ჭეშმარიტად დიდია აღსარება და ზიარება ადამიანის ცხოვნებისათვის. ზოგიერთნი არ აღიარებენ თავიანთ ცოდვას იმ იმედით, რომ კიდევ მაქვს დრო ცხოვნებისათვის რუნვისა და ცოდვათა მოტევებისათვისო. ზოგნი ირცხვენენ აღსარებასა და მოძღვართან ცოდვების თქმას. არიან ისეთნიც, რომელთაც რცხვენიათ ერთ მოძღვართან ყველა ცოდის თქმა. ირჩევენ რამდენიმე მოძღვარს, ზოგს ერთ ცოდვას ეუბნებიან, ზოგს მეორეს. ასეთი ხალხი სასტიკად განიცდებიან. ამ საუბარში ავედით მე-14, გემოთმოყარეობის საზვერეში. ამ საზვერის მსახურნი ძაღლებივით შემომეხვივნენ, ყოველივე მომითხრეს, რაც ახალგაზრდობიდან ჩამედინა ჩემი მუცლის მდომისათვის. მაგონებდნენ დილით ულოცავად, მარხვაში სახსნილოს, ვახშმობამდე და ვახშმობის დროს გადამეტებულ ჭამას. ანგელოზებმა სამაგიერო კეთილი საქმე წარადგინეს. წმინდა ვასილის კიდობნიდანაც პასუხი გასცეს და უფრო უშორისისაკენ გავემართეთ. ასევე განვლეთ კერბთ მსახურების, სიძვის, ავაზაკობის, პარაობის, მრუშობის, უმოწყალობისა და გულფიცხელობის საზვერი. ბოლოს 21 სოდომის ცოდვის საზვერეში რომ მივედით,
იქ საზვერის მთავარი ეშმაკი მეტისმეტ ფიცხლად პირქუშად და ამასთან შეწუხებულად მეჩვენა. მისი მსახურნი ფუტკარივით შემომეხვდნენ განსაკითხავად, მაგრამ რომ ვერაფერი მიპოვეს, ისევ გამშორდნენ. ჩვენ გახარებულნი უფრო უშორისისაკენ წავედით და მიუახლოვდით ცისკარებს. შევედით შიგ და ვიხარებდი, რომ მშვიდობით გამოვიარეთ საზვერეთა მწარე განსაცდელნი. ცის შესავალი კარები ისეთი იყო, როგორც ბროლი. შენობები ვარსკვლავებივით ბრწყინავდება. აქ მდგომარე ნათლით მოსილმა ჭაბუკებმა სიხარულით მიგვიღეს, რადგან თავად იხილეს ჰაერის საზვერეთა მწარე განსაცდელთაგან ჩემი გადარჩენი. ეხლა კი ვხარობდი და ვიშვებდი ცხონებისათვის. დედამიწის ზედა კერძო მყოფი წყალი წინ გზას გვიცლიდა და უკან ისევ ერთდებოდა. ცოტა რომ გავიარეთ, დავინახეთ ენით გამოუთქმელი და განუმარტებელი სიმაღლე. ზედ იყო ტახტი უფლისა, ფრიად სპეტაკი, მის წინ მდგომარეთა განმანათლებელი. მის გარშემო იდგნენ ფრიად მშვენიერნი და ბრწყინვალე სამოსლით მოსილნი ჭაბუკნი. რაღა უნდა გითხრა, შვილო გრიგოლ, ყოველივე ამის შესახებ. იქ ისეთი რამ არის, რომ შეუძლებელია გაგება, ახსნა და განმარტება. გონება სუსტდება მისი მიუხედრელობით და ხსოვნა იკარგება. ჩემმა ანგელოზებმა მიმიყვანეს უფლის ტახტთან. მე თაყვანივეც უხილავ ღმერთს, შემდეგ მომესმა ხმა. გახევთ და აჩვენეთ მართალთა და ცოდვილთა სულნი, წმიდათა საყოფელნი სამოთხეში და ქვესკნელი ჯოჯოხეთისანი. შემდეგ განუსვენეთ იქ, სადაც ჩემი სათნო ვასილი გიჩვენებთ. ჩვენ გავემართეთ უცნობი გზით და მივედით საყოფელში. ყოველივე სავსე იყო იქ სრული სულიერი სიხარულით. შემდეგ წამიყვანეს იმ ქვესკნელში, სადაც უფალმან პრობილ და კრულხო სატანა და იქვე ვიხილე საშინელი სატანჯველები ცოდვილთათვის განმზადებული. როცა ყოველივე ეს მოვლეთ, ერთმა ჩემთან ყოფმა ანგელოზმა მითხრა: იცი თეოდორა, თუ რა ჩვეულება აქვთ სოფელში? ცოცხლად დარჩენილნი 40 დღის შემდეგ გარდაცვალებულის ხსენებას ასრულებენ და აი, იქ დღეს შენ წმინდა ვასილი გიხსენიებს. ამგვარად ეხლა ჩემი სულის ხორცისაგან გაყრის 40 დღის შემდეგ ამ ღირსი მამის ვასილისათვის გამზადებულ ადგილას ვიმყოფები. წამომყევ მე, შევიდეთ ჩემს განსასვენებელში და დაათვალიერე. მე გავყევი და ერთად შევედი ბრწყინვალედ მორთულ სასახლეში. იქ იყო დიდი სატრაპეზო მაგიდა. ზედ იდგა გასაოცარი და ფრიად ძვირფასი ოქროს ჭურჭელი. ამ ჭურჭელში იყო სხვადასხვა ფერის კეთილსურნელოვნების მომფენი მწვანილები. იქვე იყო წმინდა ვასილიც. იგი იჯდა საუცხოო ტახტზე. იქვე ტრაპეზის ახლოს იდგა ხალხი, მზის მსგავსი სხივით გარემოცულნი. ხოლო სახე ჰქონდათ კაცისა. თეოდორა მივიდა წმინდა ვასილთან და შეევედრა ჩემთვის. წმინდანმა შემომხედა და სიხარულით მიმიხმო. მე მიუახლოვდი და ჩვეულებისამებრ თაყვანივეცი. მან წყნარად მითხრა: ღმერთმა შეგიწყალოს და შეგინდო შვილო. აი ეს არის თეოდორა. ასე ძლიერ რომ გსურდა მისი ნახვა. ეხლა ხედავ, გარდაცვალების შემდეგ რისი ღირსი შეიქმნა იგი. წმინდა ვასილმა უთხრა თეოდორას: გახევ და აჩვენე მაგას ჩემი ბაღი. თეოდორა მიმიყვანა ერთ კედელთან, რომელსაც ოქროს კარები ჰქონდა. გააღო იგი და ბაღში შემიყვანა. იქ ვნახე გასაოცარი და შვენიერი ბუნება. უნებურად პირჯვარე გადავისახე და მინდოდა შემეტყო ხორცში მყოფი ვიყავი თუ არა. გრძნობა და განზრახვა წმინდა მქონდა და ყველა ამ სანახაობისათვის სული ჩემი ხარობდა. დავბრუნდი უკანვე სასახლეში, მაგრამ აღარავინ დამიხვდა ტრაპეზთან. თაყვანივეცი თეოდორას და სახლში დავბრუნდი. ამ დროს უცებ გამომეღვიძა და ვფიქრობდი, სად ვიყავ და რა იყო ის, რაც ვნახე და გავიკონე. ავდექი საწოლიდან და წავედი წმინდა ვასილთან. მინდოდა შემეტყო მისგან ღვთისგან იყო ეს ხილვა თუ ეშმაკისგან. რომ მივედი ჩვეულებრივად თაყვანივეცი, მან მაკურთხა, ახლოს დაჯდომა მიბრძანა და მკითხა: იცი შვილო, სად იყავ ამ ღამეს? მე როგორც არაფრის მცოდნე მისე უპასუხე: არსად არ ყოფილ ვარ, მამაო, ჩემ საწოლზევე მეძინა მეთქი. წმინდანმა მითხრა:
მართალია ხურცი ჩემს საწოლში განისვენებდი, მაგრამ სულით კი სხვაგან იყავ და ყველა ვიცი რა ჩვენებაც ნახე ამ ღამეს და ყოველივე მომითხოვ. ერთ ღამეს ჩემს სენაკში ვიჯექი. ვიგონებდი ჩემს ცოდვებს და ვწუხდი. ამ დროს უნებურად გამიჩნდა ფიქრი, რომელმაც ძლიერ შემიპყრო. რამდენად დიდია ღვთის მოშიშ ებრაელთა სარწმუნოება მეთქი. ამ ფიქრის დასამტკიცებლად მოვიგონე ყოველივე ის, რაც მოხსენიებულია და წაკითხული მქონდა ძველ აღთქმაში და უნებურად უთხარ ჩემს თავს. ჭეშმარიტად ებრაელნი ბედნიერნი და ღვთისსათნო ხალხნი არიან მეთქი. მაგრამ ესეც არ ვიკმარი. მე კიდევ გადავიკითხე იმათ ის ჯულის წიგნები და დიდხანს სამართლიანად მიმაჩნდა ჩემი ფიქრი, ხოლო ბოლოს მოვედი გონებაზე და ვსთქვი, ჰეი ბოროტო და უსარგებლო ფიქრო, მე მყავს ღვთივ განათლებული და ამისთანა საქმის კარგად მცოდნე სულიერი მამა. წავა, ვეტყვი და ამიხსნის ყველაფერს. ავდექი და იმ წამსვე წავედი წმინდა ვასილთან. იგი თავის სენაკში ჩუმად ლოცულობდა. შევედი მასთან და ჩვეულებრივად თაყვანი ვეცი. მან მაკურთხა, ილოცა ჩემთვის და თან დიდი სრისხვით მითხრა, აჰა მოვიდა ჩემთან კაცი იუდეველთა შესახებ მბრძნობელი, რომელსაც წაუკითხავს ძველი აღთქმა და თავისთვის ამბობს. ღრმად და გულწრფელად სწამ წყეულ და ჭეშმარიტად დაბნელებულ ებრაელებსო. აჰა კაცი, რომელმაც თავის ცოდვების მოტევებისათვის წუხილსა და ტირილს თავი დაანება და ამის მაგიერ თავის თავს ეუბნება. როგორ გულწრფელად და უცდომელად სწამთ იუდეველებს ღმერთიო. ჭეშმარიტად ეშმაკმა ჩაგაგუნა ეს ფიქრი. მითხარ რისთვის გონია რომ იუდეველებს გულწრფელად ასწამთ ღმერთი? რას ნიშნავს სახარებაში თქმული უფლის სიტყვები? ვინც მე არ ამიცის, მან მამაც არ აიცის. თუ მათ კრებულთა შორის მასწავლებელი თვალით იხილეს, ბნელსა შინა სასწაულთ მოქმედი მათთან ყოფი და მოსაუბრე ჯეროვანად ვერ იცნეს იგი. როგორღა შესაძლებელია გულწრფელად სწამდეთ მამამისი, რომელიც თვალით არასოდეს უხილავთ. კიდევ სხვაგან თქმული უფლის სიტყვები. აჰა ესე რა, დაეტევოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად. ხომ ხედა უფალმა განიშურა იგინი და ქვეყნის ყველა კიდის კიდემდე განაბნია და იმათი სახელი საძულველყო ყოველ ერთა შორის. ისინი ასრულებენ წინა დაცვეთას და სხვა წესებს რჯულისას, მაგრამ ამას მხოლოდ გარეგნულად, ხოლო რჯულის შინაგანი მხარის ასრულებისათვის კი არ ზრუნავენ. ამიტომ ღმერთიც არ მიხედავს მათ არასოდეს, როცა ისინი შაბათობით თავიანთ საკრებულოში იკრიბებიან, მაშინ მათთან არს არა უფალი, არამედ სატანა, რომელსაც უხარეს თუ ვით არ უარყვეს ძე ღვთისა და სისხლი მისი წყევითა მოიღეს თავთა თვისთა და შვილთა თვისთა ზედა. სთქვა ეს ღირსმა ვასილი და გაჩუმდა. მე მივმართე და ვუთხარ, გმადლო წმინდაო მამაო, დიდად მასარგებლე შენის დარიგებით, მაგრამ კიდევ კადნიერდები და გთხოვ, ილოცი ჩემთვის და სთხოვე უფალს, მაჩვენოს რაიმე ნიშანი ამ ჩემი მცირე სარწმუნოების გასამტკიცებლად. წმინდანმა მიპასუხა, ეგ შენი სათხოვარი ერთობ დიდია შვილო, მაგრამ ვიცი რომ უფალს არავისი წარწმედა არ სურს, არამედ ყველას იხსნა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება უნდა. იგი ყოველსავე აღასრულებს, რაც შენთვის სასარგებლო იქნება და რასაც სარწმუნოებითა სთხოვ. ამ სიტყვების შემდეგ წმინდანმა სახლში გამისტუმრა. იმავე ღამეს ძილის დროს ასეთი ჩვენება ვიხილე. მე ვიყავ ერთ ნათელსა და ყოველნაირი ყვავილებით გამშვენებულ მინდორში. წყნარი და გრილი ნია ვიქროდა. ნიავზე დერთო რაღაც კეთილსურნელოვანების მიმომფენელი კვამლი. უეცრად ჩემთან მოვიდა ვიღაც ბრწყინვალე, მშვენიერი და თეთრად მოსილი კაცი კვერთხით ხელში. მომიახლოვდა და მითხრა, ღმერთი გისრულებს შენ სურვილს. გამომყევ და გიჩვენებ ყველა ხალხის სარწმუნოებას და იმას, თუ მათგან რომელს რა ძალა აქვს ღვთის წინაშე. შემდეგ წამიყვანა აღმოსავლეთისაკენ. უეცრად გამოჩნდა ღრუბელი. აგვიღო და აგვიყვანა მაღლა განუზომელ ცის სივრცეში. ღრუბელი შემოგვეცალა და გავჩნდით ერთ უცნობ, ნათლოვანსა და მშვენიერ მინდორში. მიწა ამ მინდვრისა
ყინულივით ანუ შუშასავით წმინდა და გამჭვირვალე იყო. იქედანვე ჩანდა ყველა კიდე ქვეყნისა. იქვე ცეცხლისფერ ჭაბუკ და გუნდი ტკბილად და კეთილხმოვნად გალობდა. შემდეგ დავინახე საოცრად მშვენიერი ფრთოსანი ჭაბუკნი, რომელნიც ფრთების საშუალებით მოძრაობდნენ. უეცრად გავჩნდი ერთ საშინელ, მაღალ მთასთან და დიდი გაჭირვებით დავიწყეთ ასვლა. ამ დროს ნათელმოსილმა ჭაბუკმა აღმოსავლეთისაკენ მიმახედა. რომ მივიხედე, დავინახე უზომოდ დიდი, საშინელი და ოქროსავით ბრწყინვალე მინდორი. გული გამოუთქმელი სიხარულით აღმევსო. შემდეგ დავინახე რომელიღაც საკვირველი და დიდი ქალაქი. მისმა სანახაობამ გამაოცა და რამდენიმე საათი გაუგნებული ვიდექი. მე ვკითხე ჩემს მწღვანებელს, რა ქალაქია ეს? რომ მისი ნახვით გონება მიბნელდება. მან მიპასუხა, ეს არის სიმაღლე იერუსალემისა, ანუ ხელით უქმნელი სიონი. ეს ისე დიდებულია, როგორც სიმრბალე ცისა, სიგრძითა და სიგანით. ეს ისეთი ლამაზი, შვენიერი ქალაქია, რომ ვერც კაცის, ვერც ანგელოზის გონება ვერ მისწვდება. სიმაღლე კედლისა ვგონებ 300 წრთაზე ნაკლები არ არის. კარები აქვს 12. ეს ქალაქი არის დიდი მეფის, რომლისათვისაც საკვირველად იწინასწარმეტყველა დავითმა. იგი შექმნა უფალმან ჩვენმა იესო ქრისტემ ქვეყანაზე თავის ცხოვრების დასრულებისა და საკვირველის სიკვდილის შემდეგ. ამ ლაპარაკის დროს უეცრად შუა ქალაქში მთის მსგავსი მაღალი ბორცვი გამოჩნდა. ბორცვის წვერი გახურებულ რკინასავით ელვარებდა და ზედ ბრწყინავდა ირგვლივ მანათობელი საკვირველი ჯვარი. ჯვარზე იყო თოვლივით თეთრი მტრედი, აუწერელი ნათლით ბრწყინვალე. ამ დროს მიუწვდომელი სიმაღლიდან ამ ქალაქში ჩამოვიდნენ ელვისფრად გაბრწყინებული ჭაბუკნი და იწყეს მისი გაწყობა. მას შემდეგ ჩამოიშვა ცეცხლის სვეტი, რომელიც ქალაქში შეუჩერებლად დედამიწაზე დაეშვა. იგი განეფინა ქვეყნის 4-ვე მხარეს და მთელი სოფელი გარემოიცვა. შემდეგ კიდევ ჩამოიშვა ჭაბუკი, ხელთეპყრა ცეცხლის გრაგნილი, უფლის ეპისტოლენი, სატანასთან წარგზავნილი, რომელშიაც ეწერა: დასრულებულ არს მეფობა შენი, რამე თუ განვლოად 3 წელმა, რომელიც მოცემული იყო შენ და მეფობად ყოველსა ქვეყანასა ზედა. დადგა სატანის წინაშე ჭაბუკი და წაუკითხა ეს ეპისტოლე. შემდეგ რისხით გაიყვანა სამეფო კარიდან, დაუდო თავი პირსაზე და ქვეყანისასა, რომ ამოენთხია მთელი შხამი ბოროტებისა. მიღილე ზეციურ მხედრობათა ძალნი. ამ დროს გაისმა გოდება ტანჯვისა, ტირილი და საშინელი სულთქმა მრავალთა. ეს ცხენოსანი მხედარნის დევდნენ და ხოცავდნენ ანტიქრისტეს სწავლით შეცდომილებს. შემდეგ დავინახე თუ როგორ გადმოვიდნენ კეთილმშვენიერი მხედართა გუნდები და დასცეს საყვირს. მთელი ქვეყანა ზღვასავით შეიძრა და ატუկდა. ამ დროს მიწაში მდებარე ძვლების სხეულით შეიმოსნენ გაუცოცხლებლად. შემდეგ მეორედ დასცეს საყვირს. იმ წამსვე კუბოები გაიხსნა და გამოჩნდნენ ქვეყნის დასაბამიდან ყველა გარდაცვალებულნი. ამ დროს გადმოეშვნენ ზღვის ქვიშასავით აურაცხელი ჭაბუკნი, გაემართნენ მკვდრეთით აღდგომილ ხალხისაკენ, რომ ყოველ კაცს და სულნი მიექცია თავიანთ სხეულთან შესაერთებლად. შემდეგ მესამედ გაისმა ხმა საყვირისა, რისგანაც შეძრწუნებულ იქნა ცადა ქვეყანა და გაცოცხლდა ყველა მიცვალებული. ყოველი მათგანი აღნიშნული იყვნენ იმ კეთილმოქმედებითა, რომლითაც იდიდებოდნენ ქვეყანაზე. და მაშინ ზღვამ, დინარემ, ტყემ უკანვე მისცეს ყოველნი დაღუპულნი. ტანით ყოველნი თანასწორნი იყვნენ. ქმარი თავის ცოლთან იდგა და თითოეული ტომი და შთამომავლობა ერთად იყვნენ შეერთებულნი. მე მიკვირდა, რომ ზოგიერთ მათგანს სახე ვარსკვლავივით გაბრწყინებული ჰქონდა და ზოგს უფრო ნაკლებად. ზოგიერთის სახე მთვარესავით ანათებდა, ზოგის დღის სინათლესავით, ზოგიერთის სახე ნაპერწკლებიან გახურებულ რკინასავით ელვარებდა და ზოგისა მზესავით. ერთ თოვლივით სპეტაკის სახე ჰქონდა, მეორეს მსგავსი ზღვის ტალღისა, ზოგს თეთრი და ზოგს ყვავილისფერი. თითოეულ მათგანს წიგნი ეჭირა და შუბლზე წარწერა ჰქონდა. ერთს ეწერა წინასწარმეტყველი უფლისა, მეორეს ქადაგებელი ღვთისა
ზოგს მოციქული ქრისტესი, ზოგსა მოწამე უფლისა, 7 უფლისათვის, მოწყალე და კეთილი, წმიდა გულითა, შვიდობის მყოფელი, დევნილი სიმართლისათვის, კეთილის მოქადაგე და სხვა მრავალი. აგრეთვე ბიწიერებანიც ჰქონდათ წარწერილი ბოროტის მომკმედთ, ზოგს კეფაზე და ზოგს თავის მაღლა ჰაერში. უახსარებოდ გარდაცვლილნი საზიზღრად გამოიყურებოდნენ, ზოგს მიწასავით ფერფლით შერეული სახე ჰქონდა, ზოგნი თავიდან ბოლომდე დამპალი იყო და პირზე მატლები ეხვეოდა, ზოგს სატანასავით შავი სახე ჰქონდა, ზოგი აყროლებული ტალახით იყო დაფარული. ყველანი ერთი მეორეს შეხურებდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ. ვაი, ჩვენა! მრავალნი იდგნენ და ამბობდნენ. ვინ არის ღმერთი და ვინ არის იესო ქრისტე? ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვყავს მრავალი ღმერთები, რომელთაც ვიმსახურებოდით და ახლა პატივი უნდა გცნო. გამოჩნდნენ ანგელოზნი. ტახტზე ჯვარი დადგეს, ყველა მკვდრეთით აღდგომილთა თვალსაჩინოდ. ხალხი ჯვრის სიმშვენიერით გაოცებული იყო. იწყეს გამოჩენა საშინელ და აურაცხელ ზეციურ ძალთა საჯულის ტახტის წინაშე. შემდეგ უეცრად იელვა, მოისმა მაღლიდან საშინელი ხმა და ქვეყანა შეიძრა. რომელთაც ნათლოვანი სახე ჰქონდათ, არათუ შეშინდნენ, კიდევ უფრო მეტად გამხიარულდნენ, წყნარად და მშვიდად მიუახლოვდნენ მსაჯულის ტახტს. ამავე დროს უეცრად გამოჩნდა ნათლოვანი ღრუბელი ელვითა და გარემოიცვა საღმრთო ჯვარი. ჯვრის გარშემო ჩამოეშვა საკვირველზედ უსაკვირველესად შემკული გვირგვინი. ებრაელებმა და თათრებმა რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ. ამ დროს იელვა, მოისმა ხმაური და გრგვინვა. გამოჩნდნენ ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, მთელი ჰაერი გაივსო მათით. ღვთის ტახტი დედამიწიდან ჰაერში 40 წრთით მაღლა იდგა. ანგელოზნიც ჰაერში დაჰქროდნენ. მათ შემდეგ გამოჩნდა ცეცხლის ბორბალი. მის გარშემო დადიოდნენ 6 ფრთოვანი და მრავალთვალოვანი ქერუბიმნი მეტყველნი. წმინდაო, წმინდაო, წმინდა უფალო, საბაოთო, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენთან. ანგელოზებმა ხმა ხვეს. გვაკურთხენ მამაო ყოვლისამპრობელო, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. დასასრულ გამოჩნდა ღრუბლებში თოვლივით სპეტაკი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. უფალი ღრუბლიდან გადმოვიდა და დაბრძანდა ტახტზე დიდებითა თვისითა. ცადა ქვეყანა, როგორც ქარისაგან ფოთოლი, ისე ირხეოდა. უფალმა ცისკენ მიიხედა, ცა მიწყო შორს მიწევა. მიიხედა ქვეყნისაკენ და იმანაც შორს გაწევა იწყო და მიიმალა. დედამიწაზე მდგომარენი ჰაერში გამოჩნდა. უფალმა ახედა ცის სიმაღლეს და ცა განახლდა. სამყაროზე წინანდელ მნათობთა, მზის, თვარისა და ვარსკვლავთა მაგიერ გამოჩნდა ახალი, დაუვალი მნათობი, ქრისტე ღმერთი ჩვენი. უფალმა მიიხედა განუზომელი სიღრმისაკენ. ისევ გამოჩნდა დედამიწა, მაგრამ ისეთი კი არა, როგორც წინად იყო. არამედ ბრწყინვალე, ვითარცა ნათელი. ამის შემდეგ უფალმა მიიხედა აღმოსავლეთისაკენ. ანგელოზებმა საყვირს დასცეს. მათ ელვის სისწრაფით მოვლეს მთელი ქვეყანა და გახვეს ღვთისრჩეულნი ცოდვილთაგან და დაადგინეს რჩეულნი მსაჯულის მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ ანგელოზებმა მოიყვანეს დანარჩენი ცოდვილნი და დაადგინეს მსაჯულის მარცხენა მხარეს. ისინი ისე აურაცხელნი იყვნენ, როგორც ქვიშანი ქვეყნისანი. უფალმა ისევ მიიხედა მშვენიერი ბაღებით დაფარულ განახლებული ქვეყნისაკენ. ამ დროს დედამიწაზე გადმოედინა 2 მდინარე. ერთი იყო აღსავსე წმინდა და ტკბილი თაფლით, ხოლო მეორე კი რძით. ამ მდინარეებმა მორწყეს მთელი ქვეყნის ბაღები. ამის შემდეგ მოფრინდნენ ციური ფრინველნი
შვენიერნი და სხვადასხვა ფერისანი. აღივსო ბაღები ამ ფრინველებითა და იწყეს საუცხოო ხმით გალობა. შემდეგ უფალმა მიიხედა ცის სიმაღლისაკენ და იქედან გადმოვიდნენ ანგელოზ და ძალნი. თან მოჰქონდათ ღვთის მიერ შექმნილი დიდი ქალაქი იერუსალიმი. მის შუალაგას იყო ედემის სამოთხე, რომლის გარშემო ანგელოზები იდგნენ. ანგელოზებმა დასცეს საყვირსა და ყველა ქმნილება მიწყო დიდება ღვთისა. შემდეგ უფალი აღსდგა თავის ტახტიდან, წარემართა მარჯვენა მხარეს მდგომარეთაკენ და უთხრა მათ წყნარის ხმით: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისა და საყვარელნო ჩემო და შევედით თქვენთვის აღთქმულს და სიხარულს და უფლისა ღვთისა თქვენისას. რამე თუ მშიოდა და მეცით მეჭამად, მწყუროდა და მასუთმე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა შინავიყავ და მოხვედით ჩემთან. მარჯვენა მხარეს მდგომარეთაგან ყველაზე პირველად ქალი წავიდა. მისი სახე მზესავით ბრწყინავდა, მიუახლოვდა უფალს და თაყვანისცა. უფალი სიხარულით მიეგება და თავის დაკვრით უთხრა: შევეწმიდაო დედაო ჩემო, სიხარულსა ძისა შენისას, რამე თუ ყოველივე სამკვიდრებელი ესე შენი არს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემდეგ მარჯვენა მხარეს მდგომარეთაგან გამოვირჩნენ იოანე ნათლისმცემელი და 12 მამაკაცნი მოციქულნი და მიუახლოვდნენ ქალაქის კარებს. მოციქულების შემდეგ გამოვირჩნენ 70 მოწაფენი ქრისტესი. უფალმა უბრძანა მათაც ქალაქში შესვლა. ღვთის ბრძანებით მარჯვენა მხრიდან გამოცალკევდა დიდძალი ხალხი, მზესავით ბრწყინვალეს სახითა და წითელი სამოსლით მოსილნი. ესენი იყვნენ წმინდა მოწამენი. უფალმა მიიღო ისინი, იხარებდა და უბრძანა მათ შესვლა წმინდა ქალაქში. მათ შემდეგ ქალაქს მიუახლოვდნენ სხვა ბრწყინვალე სახისანი, ცეცხლის სამოსლით მოსილნი. ესენი იყვნენ წმინდა სარწმუნოების აღმსარებელნი და ისინიც შევიდნენ ღვთის საუფლოში. შემდეგ ქალაქში შევიდნენ მახარებელნი, მღვდელთმთავარნი, მოკრძალენი და მარხველნი, მონაზონნი, წამებულნი ქალნი, მართალნი. შემდეგ უფალმა მოუწოდა თეთრი სამოსლით მოსილ აბრაამს, ისააკს, იაკობს და 12 მამათმთავართან. მათ შემდეგ გამოჩნდნენ წინასწარმეტყველნი. შემდეგ გამოჩნდა ხალხი, რომელთაც სპეტაკის სახე ჰქონდათ და თავი მირონით ცხებული. ეს იყო ხალხი, რომელთაც ტირილითა და მარხვით განვლეს თავიანთი ცხოვრება. შემდეგ მოვიდა მოსე. სახე მისი განდიდებული იყო ღვთის დიდებითა. სამოსელი ელვის მსგავსად უბრწყინავდა. მასთანავე იყო აარონ, ელიაზარი და 12 მამანი, რომელნიც ოდესმე ქრისტესთვის წინასწარმეტყველებდნენ. მათ მოჰყვა დავითი, მეფე და წინასწარმეტყველი, ისრაელის ყველა მეფენი, კერპთა არათაყვანისმცემელნი და ყველა 12 ტომი ისრაელთა, მიმდევარნი მოსეს რჯულისა. შემდეგ უფალმა მოუწოდა ადამს, აბელს, ნოეს და სხვათა პირველთა ღვთისმსახურთა. მათ შემდეგ მოვიდნენ მცირე რიცხვი, რომელნიც ქრისტეს მოსვლამდე თავიანთი კეთილის საქმით რჯულს აღასრულებდნენ, თუმცა კი რჯული არ იცოდნენ. ამათ შემდეგ მოვიდნენ ქრისტესთვის სულელნი და დამდაბლებულნი, ხალხისაგან დაცინებულნი, ლოცვის დროს მტირალნი, მშვიდნი და წყნარნი, მართალნი და მსაჯულნი, რომელნიც არც სასყიდელს იღებდნენ, არც მძლავრისა ეშინოდათ და ყველასათვის სწორად სჯიდნენ. გამოჩნდნენ მოწყალენი, მშვიდობის მყოფელნი, სიმართლისათვის დევნილნი, ქალწულნი და სიწმინდით თავის დამცველნი, პატიოსანი და უმწიფულო დედაკაცნი. ყველა ეს ხალხი შევიდა წმინდა ქალაქში. შემდეგ ამაღლდა უფლის ჯვარი, მიუახლოვდა წმინდა ქალაქს და შესდგა იმ კარებთან, საცა უფალი იმყოფებოდა. მრავალი ცოდვილი იდგა მთელს ქვეყანაზე, რომელნიც ადამიანიდან დაწყებული, ქრისტეს მოსვლამდე ზღვის ქვიშასავით გამრავლდა.
ყველა ესენი შეუნანებლად და უახსარებოდ ცოდვაში დახოცილიყვნენ. უფალმა რისხვით მიიხედა დასავლეთისაკენ. ელვის სისწრაფით მოვიდნენ ცეცხლისფერი ანგელოსნი და იწყეს ცოდვილების ცეცხლის ზღვაში შთაყრა. ანგელოზნი იმ მხარისაკენ წარემართნენ, სადაც იყვნენ ის ქრისტიანები, რომელნიც დევნის დროს განუდგნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ისინი შთაყრილი იქნენ ცეცხლის ზღვაში. შემდეგ უფალმა განაცალკევა ავაზაკნი და მკვლელნი. მათ სხეულში ეკლესიურ ურსმნები ჰქონდათ შესმული. პირიდან სიდამპლე გადმოსდიოდათ. ანგელოზებმა წარიტაცეს და ცეცხლის ზღვაში ჩაყარეს. აქვე იყვნენ ისინი, რომელთაც თავი დაირჩვეს ან מחვილით მოიკლეს, რითაც მათ ღმერთი განარისხეს და ეშმაკნი გაახარეს, რის გამოც იგინი ეშმაკთან ერთად მიეცნენ საუკუნო სატანჯველს. ცეცხლში შთაყრილი იქნენ ქურდნი, მატყუარანი, ფიცის გამტეხნი, მრისხანენი, ბოროტნი, გულძვირნი, მოშურნენი, ცილის მწამებელნი, დამცინავნი და მაგინებელნი. შემდეგ გამოცალკევებული იქნა მრავალი ხალხი, რომელთაც სახე მურით ჰქონდათ გაშავებული, სამოსელი კი სისხლის ნაკადულითა და სიდამპლით, ფეხები დასივებული და დალურჯებული. ეს ცოდვილნი უფრო მეტად იმისათვის ისჯებოდნენ, რომ მრისხანებას ვერ ითმენდნენ და შეურაცხმყოფელთ არ შეუნდობდნენ. მოყვასთა დანაშაულობის მიტევება დიდად სასარგებლოა საშინელი სამსჯავროს დროს. მართლმსაჯული უფალი მათ სიწყნარით ეჩვენებათ და გაბედულად შეუძლიათ უთხრა. შეგვინდებ ჩვენ, რათა ჩვენც შეუნდეთ. ჩვენ ბოროტსავს რახავთ ჩვენის მტრებისათვის, მაგრამ არ შეგვიძლია ნება მივაყენოთ, რადგან ღმერთი ხელს უშლის ჩვენს ბოროტ განზრახვას და ისევ ჩვენს თავსავე ვაყენებთ ვნებას. მარცხენა მხარეს მდგომარეთაგან იყვნენ ისინიც, რომელნიც ტკბილ საჭმელსა და სიმთვრალეს ეტანებიან. ისინი ანგელოზებმა ცეცხლს მისცეს. ამის შემდეგ უფალმა მარცხენა მხარეს მდგომარეთაგან გამოჰყო დიდძალი ხალხი. ესენი იყვნენ მემრუშენი. ყველა მათგან სამოსელი ტალახით შესრული ჰქონდა. თავზე მატლები უცოცავდათ. თვალთაგან სისხლის ქაფი გადმოსდიოდათ. ფეხებზე წურბლები ეკიდნენ და სისხლსაც წოვდნენ. ნესტოებიდან ზინზღლი გადმოსდიოდათ, როგორც მიცვალებულის გვამიდან. ყველანი ატირდნენ და ხმახვეს. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო და შეიბრალე შენი ქმნილება, თუმცა ვსწოდეთ, შენ მაინც არ გაგშურები ვართ. უფალმან უთხრა მათ: წარვედით ჩემგან წყეულმა, რომ აღარ გიხილო თქვენ. ეს თქვენი ცრემლი და სინანული, სიცოცხლეში რომ შემოგეწირათ, შეგეძლოთ ცოდვისაგან განწმენდილი ვიყავით. ხოლო სატანჯველში მყოფი თვით სატანაც კი ნამობს. იმ წამსვე ანგელოზებმა წარიტაცეს და ცეცხლის ზღვაში ჩახარეს. უფალმა კიდევ მარცხენა გუნდისაგან გამოაცალკევა მონაზვნობის ხარისხის მქონენი. სახე დაბნელებული, უზეთო ჰქონდათ. გამქრალი ლამპარი ეყვრათ. ყელზე სიზარმაცე და დაუდევრობა ეტყობოდათ. განრისხებულმა ანგელოზებმა ძალად წარიტაცეს ისინი საუკუნო ცეცხლსა და მძიმე სატანჯველში. ამის შემდეგ უფალმა გამოჰყო მრავალნი სხვადასხვა მწვალებელნი. ცეცხლოვანმა ანგელოზებმა უეცრად წარიტაცეს ისინი. დაადეს მათ მძიმე ჯაჭვი და ჩახყარეს მძიმე სატანჯველში. იქ სადაცაა განცოფებული ეშმაკი და იუდა გამცემელი. შემდგომ უფალმა უბრძანა წარმდგარიყო მძიმე სიბნელით გარემოცული დიდი და აურაცხელი კრებული. ესენი იყვნენ ებრაელნი, რომელთაც ქრისტე ჯვარს აცვეს. პირი დამპალი სისხლით ჰქონდათ დაფარულნი. თვალებზე დიდრონი ბისტები ეკრათ. ყურები ფისით შელესილი ჰქონდათ და ვირის ტყავით ჩაცმულნი ერთმანეთს ეხურებდნენ. თავიანთი თავისა თვითონვე უკვირდათ და ჩურჩულით ამბობდნენ: ვაი ჩვენდა, ჰოი ბოროტნო და მაცთურნო, რომელთა მიზეზით ჩვენს შევსდით და არ ვირწმუნეთ იგი. როცა ამას ლაპარაკობდნენ, უფალმა ანგელოზის საყვირით უთხრა მათ: მე არა ვარ უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა.
რომელმაც მოздრიგენ ცანი. გარდმოვედ და ვიშევ ქალწულის მარიამისა. კრებულთა თქვენთა ვასწავებდი და გეტყოდით, მე და მამა ერთ ვართ და უკეთ თუ მე არ მიწამებთ, მაშინ ერწმუნეთ საქმეთა ჩემთან. თქვენ იხილეთ საქმენი ჩემი. ბრმად თვალი აღიხილებოდოთ. განრღვეულნი განიკურნებოდნენ. ეშმაკ და განვასხამთ. გონებანი დაიბნელეთ და არაინებეთ სმენა ჩემი. უმეტესა ვიტყვი. ყოვლისა მისთვის, რაიცა კეთილი გიყავით თქვენ. ჯვარს მაცვით და ლახვრითა გვერდი განმიგმირეთ. იხილეთ ხელნი და გვერდნი ჩემი ეხლაცა დაწყრულებული. თქვენ უმჯობესად შერაცხეთ სოდვასა შინა სიკვდილი. ეს რომ გაიგონეს მათ, იწყეს ტირილი. ზოგნი გულში იცემდნენ, ზოგნი პირზე და ამბობდნენ, მოსე სამძიმოა ჩვენთვის. სადახარ ახლა თუ ღვთის მოწყალება დაგიმსახურებია, მოვედ და გვიხსენ ჩვენ. უფალმა ხელმეორედ უთხრა მათ, იმისთვის, რომ მე არ მიწამეთ. უდანაშაულოებმა იპოვონ მოსე, რომელსაც სამსჯავროში საპასუხოდ იწვევთ. ამ სიტყვებისთანავე გამოცხადდა მოსე დიდის დიდებითა. მათ იცნეს და ხმახვეს. ჰეი მოსე, შენ მოგვეც ჩვენს ჯული და ეს მოცემულის ჯული შევასრულოთ, ისე როგორც გვამცნო. ხოლო ეხლანდელი მსაჯული არათუ სცანით, ჯვარზეც მივაკარეთ და მოვგალეთ. გითხარ ახლა, ვინ არის ეს და რატომ შენს ჯულში არ დაგვიწერე ამის შესახებ? მოსემ უთხრა, ჰოი გაუგებელნო და გულით ულმობელნო, შვილნო ეშმაკისანო. განას ჯულში ასე არ გიწერდით, რომ უფალმა ძმათა თქვენთაგან წინასწარმეტყველი აღგიდგინოს, რომელსაც უნდა უსმინოთ ვითარცა მე, რომელმან არა ისმინოს წინასწარმეტყველისა მის, განიდევნოს შორის მათთაგან. ამის უცხადესად რა უნდა მეთქვა თქვენთვის? მე წინასწარმეტყველი ვუწოდე მას, როგორც ჩემს თავს. ასე რომ იგი განხორციელდა, ღმერთის სრული და კაცის სრული. ამ ორი ბუნებით იგი სრული იქნა, მაგრამ შურმა, ბოროტებამ და ამპარტავნებამ ნება არ მოგცათ, რომ გეწამებიათ იგი, რისთვისაც მოგელით საუკუნო ცეცხლი. უთხრა მოსემ და განეშორა მათ. შემდეგ გამოყო უფალმა მარცხენა მხარეს მდგომარენი. თვალები სხვებზე უფრო დაღრეჯოდათ. ყველა მათგანს შუბლზე სატანის წარწერა ჰქონდა. ანგელოზებმა წარიტაცეს იგინი და ღვთის ბრძანებისაებრი ჩაიყვანეს იმ უბსკულში, სადაც თვით სატანა იმყოფება. იმ წამსვე მოიცია საშინელი მსჯავრი ღვთისა და სასჯელი. ქვესკნელი დედამიწისა დაიხურა. მომესმა ანგელოზების საკვირველი გალობა. ამ დროს უფალი შევიდა დიდ წმინდა ქალაქში ანგელოზებთან ერთად. ქალაქის კარები მიეხურა. უფალი დაბრძანდა მისი დიდების ტახტზე და უბრძანა ანგელოზებს მოეტანათ ზეციური საუნჯენი. მაშინათვე გამოცხადნენ ყველა წმინდანები და მიიღეს უფლის ხელისაგან კეთილი საქმის სამაგიერო განსაკუთრებული ჯილდოები. პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოცხადდა. ქრისტე ღმერთმა მის წინაშე გახსნა უკვდავების კეთილი საუნჯენი და დაადგინა იგი დედოფლად ყოვლად ზეციურ ძალთან. ამისთვის მთელმა ზეციურმა ძალებმა სიხარულით უგალობეს მას. შემდეგ უფალმა მოუწოდა თავის მოციქულებს და მისცა მათ სამეუფო სამოსელი და 12 ტახტი წმინდა ოქროსაგან გაკეთებული, ძვირფასი ქვითა და მძივით შემკული. შემდეგ აიღო მზესავით ბრწყინვალე გვირგვინები და დაადგა მათ. მათ შემდეგ უფალმა დააჯილდოვა მისი მოწაფენი. ღვთის ეკლესიის წინ ოქრო ფენილზე დადიოდნენ ძლიერ მშვენიერი სახის ჭაბუკნი. ისინი იყვნენ მთავარდიაკნის ხარისხითა და ეკლესიას ამზადებდნენ. ჩვეულებრივი მარმარილოს სვეტების მაგიერ ეკლესიას ღრუბელი იმაგრებდა. შეუძლებელია აღწერა ყოველივესი, ხოლო იმის სითქმა შეიძლება, რომ ეკლესია სული წმიდით იყო ახსავსე. უფალმა მთავარდიაკნის სახის ჭაბუკებს უთხრა,
მოუწოდეთ აქა ყოველთა რჩეულთა ჩემთან. მაშინვე ანგელოზებმა საყვირს დასწეს და იმ წამსვე წმინდანებმა იწყეს ეკლესიაში შესვლა. თითოეული მათგანი დადგა წმინდა ეკლესიაში მათთვის განკუთვნილ ადგილას. ყოველ ადგილს წარწერა ჰქონდა. მაშინვე გამობრწყინდა მათ გულში არაჩვეულებრივი ნათელი. მრავალი მათგანი თავს ვეღარ იკავებდა მეტი სიხარულისაგან და სამადლობელ გალობას გალობდა. უეცრად წამოდგა უფალი საიდუმლო მსახურების შესასრულებლად. როცა წმინდა საიდუმლოს მიღების დრო დადგა, უფალი ეზიარა თავისი სულიერი ცხოვრების მანანისაგან. მაშინ განუცხადა თავის რჩეულს საშინელი საიდუმლოება თავისი მარადის მყოფობისა. მაშინ ყველამ სცნო დაფარული სიბრძნე ურცხვენელი სწავლისა და ყველა თანამონაწილე ადიდებდა მხოლოდ შობილსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. უფალმა წაიყვანა ყველა წმინდანი საკვირველსა და საოცარ აღმოსავლეთისაკენ მდებარე ღვთისხელი დარგულ ედემის ბაღში, საიდანაც განდევნილი იქნა ადამი. როცა შიგ შევიდნენ, მისი ნახვით ყველანი გაუცებულნი შეიქმნენ. დიდ სიხარულს განიცდიდნენ. ყოველივე ეს აღთქმული რომ უჩვენა უფალმა, ისევ დაბრუნდა იმავე ქალაქში. შემდეგ განიპყრო თავისი ღვთიური ხელნი, აკურთხა ჯვარის სახით ყველა და თქვა: მოვედით მაღალ სამყოფელსა, განმზადებულსა რჩეულთა ჩემთვის. იმ წამსვე მთელი დედამიწა და ჰაერი დაიწვა ნათელივით მოელვარე ცეცხლით და მთელ ქვეყანაზე გამოჩნდა ეკლესიები, პალატები, დარბაზები, საუცხოო შენობები, ძვირფასი ტახტნი, ბაღები კაცთაგან გონება მიუწვდომელი ნაყოფითა. ყოველივეს განუწყო უფალმა წმინდათა თვისთა, თითოეულს თავიანთი კეთილნამოქმედარის შესაფერისად, ზოგს დედამიწაზე და ზოგს ჰაერში. ამის შემდეგ მეუფე ქრისტე ღმერთმა საშინლად და მრისხანედ დასცა საყვირს, რომლის ხმისაგან მთელი ქვეყანა შეიძრა. განიღო აღმოსავლეთისაკენ ციური კარნი, დაცული სერაფიმთაგან. უფალი გამობრძანდა თავისი დიდებული დარბაზიდან და მიუახლოვდა გაღებულ ცის კარებს. მას შეჰყვა რამდენიმე წმინდანი. მე ვკითხე ჩემს მწვანებელ ანგელოზს და მითხრა: ცათა სასუფეველში შევიდნენ. ამის შემდეგ ხელახლა ვიხილე უფალი, ზეციური ანგელოზებით და წმინდანებით. ყველანი წინანდელზე უფრო განდიდებულნი და ღმერთს მიმსგავსებულნი იყვნენ. წმინდა ქალაქის კარებთან მდგომარე უფალმა წყნარი და მშვიდი თვალით გადმოგხედა და მასთან მოგვიწოდა. ჩვენ სწრაფად მიუახლოვდით და თაყვანივეცით ყოვლადწმინდა ფეხთა მისთა. უფალმა წყნარად და მშვიდად მითხრა: აჰა გრიგო, ჩემი სათნომყოფელი ვასილის ლოცვით ყოველივე გაჩვენა. შენ ცეცადე სხვებსაც გადასცე, რომ მათაც სარგებელებო ცული საცხოვნებლად. მე უპასუხე: მეუფეო უფალო, როგორ შევძლო ამისი აღსრულება სულით არაწმიდამ, გონებით დაბნელებულმა და გულით შეგინებულმა? უფალმა მითხრა: მე უწყე, შენ ვერ ძალგი ძამესი ყოფა. გარნა მე გარდა მოგივლინო მადლი ჩემი. ძენი და მკვიდრნი სასუფევლისანი არიან ისინი, რომელთა სახელები აღწერილია ცხოვრების წიგნში. ისინი სიხარული და წმიდა გულით მიიღებენ ამას. სიყვარულით წაიკითხავენ. ეცდებიან აღასრულონ რომ დაწერილი, სხვებსაც გაუზიარებენ. ხოლო ისინი, რომელნიც ქვეყანაზე მხოლოდ ქვეყნიურისათვის ზრუნავენ, მათ გულს აფლობენ მხოლოდ ხორციელნი გულისთქმანი. ისინი არათუ მიიღებენ, არამედ დასცინებენ და შეურაცხყოფენ. მე მოგეცით თავისუფალი ნება. თქვენვე მოგანდეთ თქვენი ნებით არჩევა იმისი, რასაც ისურვებთ. თუ გსურთ, აღირჩიეთ საუკუნო სუფევით სათაში, ან საუკუნო ტანჯვა ჯოჯოხეთსაში. აჰა, მე უფალი იესო ქრისტე, საუკუნო ცხოველ ვარ მამით ჩემი და სული წმიდით ვრთ. ამ დროს გამომეღვიძა ამ საკვირველი და მასთან თავზარდამცემი ხილვისაგან. რა უნდა იყოს ეს? რა უნდა იყოს ეს? ვიმეორებდი მე, შიშმა შემიპყრო და დიდხანს გაუცებული ვიყავი,
რამდენიმე დღე სენაკიდანაც აღარ გამოსულ ვარ. ვიგონებდი ყველა ნანახსა და გაგონილს და დაწერას ვესწრაფოდი. ვცდილობდი არ დავფანტულიყავ და არაფერი დამვიწყებოდა. გავიდა რამდენიმე დღე. გულში სიხარული აღმომიბრწყინდა. სახე შემეცვალა. ყოველივე წარმომიდგა გონებაში და მაშინვე დაწვრილებით მომაგონდა ყველაფერი. თავისუფალ დროს წავედი ღირს ვასილთან, რომელმაც წირვის დამთავრების შემდეგ მიბრძანა დამჯდარიყავ. იგი იგონებდა ჩემს მიერ ნანახს. ძნელი წარმოსადგენია ღირსი ვასილის სიხარული, რომ უფალმა მისი ლოცვით ღირს მყო მეორედ მოსვლის ხილვისა. დაწვრილებით მომითხრო ჩემ მიერ ნანახი ჩემ დაუთქმელად და სავსებით დამარწმუნა, რომ ეს ჭეშმარიტად ღვთის გამოცხადება იყო. ღირსი ვასილი ამ დროს მოხუცებული გახლდათ. იგი მიუახლოვდა ცხოვრების დასასრულს. თავისი გარდაცვალების მოახლოვება წმინდა მოხუცმა წინასწარ იცოდა და მეც შემატყობინა. საქმე ასე იყო. წერს გრიგოლი თავის წიგნში. მე ჩვეულებად მქონდა ჩემი სენაკის დაკეტვა მთელი დიდ მარხვის განმავლობაში. მარხვის დაწყებამდე მივედი ღირს ვასილთან. მან მითხრა, ამის მეტად ამ სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს. თან ტიროდა. მამობრივი სიყვარულით მეამბორა და ისე განვშორდით ერთმანეთს. შევედი ჩემ სენაკში და მთელი მარხვა იქ გავატარე. შუა მარხვისას 25 მარტს ხარება დღეს ღირსი მამის წინასწარმეტყველება აღსრულდა. მისი წმინდა სული განეყო სხეულს და წავიდა ნეტართა საყოფელში. წმინდა სხეული ღირსი ვასილისა დავასაფლავეთ მოწამეთა ფლორასა და ლავრას სავანეში. მეუხებითა ღირსისა მამისა ვასილი ახლისა, ღირს ყოს უფალმან ჩვენმა იესო ქრისტე, დამკვიდრებად სასუფევლისა ზეცათა ისა. ამინ.